better sounds no one's ever heard. I wish I had a better voice that sang some better words. I wish I found some chords in an order that is new. I wish I didn't have to rhyme every time I sang. I was told when I get older all my fears would shrink, but now I'm insecure and I care what people think. My name's Blurry Face and I care what you think. My name's Blurry Face and I care what you think. Wish we could turn back time to the good old days when the mama sang us to sleep, but now we're stressed out. მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ გახსოვთ ჩვენი პირველი ვიდეო, როცა ვიმოგზავრეთ აბუ-დაბიში წინა წელს 2023 წლის 20 ოქტომბერს. ეხლა კი არის 2024 წლის 25 ოქტომბერი და ისევ მივიმგზავრებით აბუ-დაბიში, მაგრამ ამჯერად უკვე ილია თოფურიას საგულშემატკივროდ. სამწუხაროდ დეფიციტური ბილეთების გამო ვერ შევძელით საქართველოსთან გაფრენა, ამიტომ ჯერ მანქანით, აი ამ მანქანით გავემგზავრებით ერევნის საერთაშორისო აეროპორტში და იქიდან გავფრინდებით აბუ-დაბიში, ასე რომ ცოტა დროში ვარ შეზღუდულები, საღამოს 9 საათზე უნდა ვიყოთ უკვე ადგილზე ერევანში. ეხლა არის 2 საათი, ამიტომ გვაქვს სულ 7 საათი. შესაბამისად უნდა ვიჩქაროთ. სულ მივემგზავრებით ამჯერად 4 ადამიანი, 11 ადამიანის ნაცვლად, სამწუხაროდ ყველამ ვერ შეძლო. გიორგი, ლეო, როინი და მე. ესე იგი ყველანი მანქანაში ვართ. მზად ვართ გასამგზავრებლად. მივდივართ ერევანში და აი ნავიგატორი მაქვს ჩართული, ნავიგატორი აჩვენებს სულ 5 საათს გზავრობის დროდ. ნუ ისი თქმით ვიქნებით 8-15 წუთზე, მაგრამ ამ დროში ნამდვილად ვერ ჩავალთ, ალბათ 1 საათი 11 დაგჭირდება, რადგან საზღვარი გვაქვს გადასაკვეთი. ნაფიქრი ნაბიჯით მიკროდა იცვლი და რით გზა ყოველთვის ყველაფერს ხვდებოდა ძალა არ ქონდა თქვის ქარი ქრის დაუნახავად შერბოდა ბილიკეთს ძილში გრძნობდა გზას ის პეიზაჟების წიგნს ვკითხულობდი მეგობარი ვარ გზის მიზიადად მოგვივიდა ხა SMS-ი, რომ ჩვენი ფრენა გადაიდო და მაგაზე ზუსტად შეშინებული, მაგრამ ბევრი არაფერი 2 საათი გადაიდო და ჩვენ გავაგზავნებთ გზას აბუ-დაბისკენ. აი ეხლა შემოვედით ამ წუთში მარნიულში, გავჩერდებით ეხლა, რადგან 2 საათი მოგვემატა თავისუფალ დრო, ვეცდებით გზაში უფრო მეტი საინტერესო ადგილი ვნახოთ. აი გავაჩერდით ზუსტად ეს. ესე იგი სოკარზე ვაჩერებთ ხო საზღვართან ახლოს. აბა რა ხდება ბიჭო? დაშვებით. აი სოდოგი სალატებში. ხა. აი ჩემთვის ჰოდოგი შეუკვეთეს. აქედან რამდენი კილომეტრია საზღვარი? აქედან 3 კილომეტრი აღმოჩნდა რომ საზღვარია. აი ახლოს ხარ. გვაძალებს როინი ზედმეტი კალორიების მიღებას. პიკნიკებს აკეთებს. მეგამანაწილეს ჭამაზე. სამზარეულო მეჩავილა. სამსაგილი დავხარ. ესე გემოზე მე არ ფოტოგი და არ მწვავ სამჭამი. როინი იყო ხა მაღაზიაში და მოაქვს ჰოთ-დოგი. ამ ცირეხნიანი შესვენების შემდეგ გეზი ავიღეთ პირდაპირ სომხეთის საზღვრისკენ. რა თქმა უნდა, ჯერ გავიარეთ ქართული მხარე, ამას დაახლოებით 10-15 წუთი დაჭირდა. ქართული მხარის წარმატებით გავლის შემდეგ გეზი ავიღეთ პირდაპირ სომხეთის სასაზღვრო გამშვევი პუნქტისკენ. აქ ცოტა უფრო მეტი დრო დაგვჭირდა საზღვრის გადასაკვეთად, რადგან მანქანის შემოწმების მეტი პროცედურებია. აქაც ისევე როგორც ქართულ საზღვარზე, მანქანაში რჩება მხოლოდ მძღოლი, დანარჩენები კი საფეხმავლო სასაზღვრო გამშვევი პუნქტის გავლით გადიან. აბა რა ხდება ეხლა სათვალთებით? მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვართ სომხეთის საზღვარზე, გავიარეთ პასპორტის კონტროლი, ესე რომ ვთქვათ, ეხლა რადგან მანქანით გადავდივართ, მომთხოვეს დაზღვევა.
აქ ვაკეთებ დაზღვევას, მინიმუმი ვადა დაზღვევის აღმოჩნდა რომ არის 10 დღე და ღირს 35 ლარი. პირდაპირ ლარებში მითხრეს ფასი, ჩემ დაგასკვირა და ლარში გავამართვეს თანხაც. რაც შეეხება თვითონ საზღვარზე დამჭირდა კიდევ გზის უფლების თუ რაღაც მაგდაგოს გაკეთება. რუსულად მითხრეს ეს თქვა დაროჟნი, არ ვიცი ქართულად ეხლა როგორ გადმოთარგმნა, მაგრამ რაღაც ნებართვა, რომელიც უფასო იყო, ცოტა მოძებნა გამიჭირდა, სათქეთებოდა დაახლოებით 15-20 წუთი დამჭირდა ამის გასაკეთებლად. ეხლა დაზღვევა იქნება მზად რამოდენიმე წუთში და გავაგრძელებთ გზას. თავს როგორ გზნობთ, აბა? ჩვენივრად ველოდებით ხლა. ის ერთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხანია უკვე გზაში ვარ და ჯერ ისევ საზღვარზე ვარ. ისევ ადგილზე ვართ ჯერჯერობით. ამ გადავედით რა სავარია საზღვარს ახლა გავაგზავნებთ ჩვეულებრივ. რამოდენიმე ადამიანს ვკითხე, თუ რა დრო ჭირდება აქედან აეროპორტამდე და მაქსიმუმ 4 საათი, ასე რომ დროში ვეტევით. თუმცა მომივიდა SMS-ი რომ 2 საათით გადაიდო ეს რეისი. აეროპორტი აჩვენებს ისევ იგივე დროს, აეროპორტის საიტი შევამოწმეთ. ამიტომ ამას არ ვენდობით ამ SMS და ვეცდებით 2 საათით ადრე მივიდეთ მაინც. ანუ 9-ზე უნდა ვიყოთ იქ. 5 არის უკვე? 5 ხდება. 9 საათზე წესით უნდა ვიყოთ ადგილზე. 15 minutes later. როგორც იქნა წამოვედით, დავიძარით, ავიღეთ დაზღვევაც. ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ნებართვა, ყველაფერი. თავარია დროზე ჩავიდეთ. ეხლა ინტერნეტი ვიყიდე, მაგრამ ჯერჯერობით არ მუშაობს. ეხლა ამ ეტაპზე რა მაჩვენებელიც გვაქვს, წესით თუ არ გავჩერდებით არსად, 9:30-ზე ჩავალთ და ვასწრებთ ყველაფერს. გავდივართ ბიჭო. ვისაც არ უნახავს ჩვენი მოგზაურობა კვიპროსზე, აქედან გავფრინდით, აუცილებლად გადადით, ნახეთ. საინტერესოა მოგეწონებათ ჩვენი მოგზაურობა აბუ-დაბიშიც გვაქვს წინა წელს გადაღებული, გაზაფხულზე გვაქვს გადაღებული. კვიპროსი, სადაც ერევნიდან გავფრინდით და ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ 1 წელზე მეტია გასული, რაც ეს გზა გავიარე. ეხლა სადღაც შემოუხვიეთ, ცოტა გზა ამერია, მაგრამ მალე მივხვდით, რომ შეცდომა იყო და მე მგონი ავდივართ უღელტეხილზე. აი, დაიწყო აღმართიანი გზა. Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ժամերն եմ հաշվում, որ հիշել քեզ դադարեմ Ժամանակը հետ տամ ու քեզ պինդ փաթաթվեմ Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ժամերն եմ հաշվում, որ իշել քեզ դադարեմ Ժամանակը հետ տամ ու քեզ պինդ փաթաթվեմ Գիշերները սոր են, հին օրերը սուր են Քեզ հիշում եմ, կորում եմ, կորում եմ, կորում եմ Ես առանց քեզ մարում եմ, մարում եմ, մարում եմ Նոր եմ զգում քո բացը Սիրո չորն ու թացը Չլինելդ ներում եմ, ներում եմ, ներում եմ Չեմ ասում, բայց սիրում եմ քեզ Ժամանակը թանկ թվում էր անժամանակ Ժամերով իրար սիրում ենք մի ժամանակ Ժամերն եմ հաշվում, որ իշել քեզ դադարեմ
გავიარეთ კიდევ ალბათ 100 კილომეტრი და ეს ადგილზე გავჩერდით. არც ვიცი რა ქვია ამ ადგილს, რომელი ქალაქია, ან რომელი სოფელია დასახლებული პუნქტი, მაგრამ მშვენიერი სუპერმარკეტია აქვე. ნახოთ რა იყიდება. აქ მოვაგენი კაბაბს. ეს არის თევზის კაბაბი, ეს არის მე მგონი საქონლის კაბაბი. ეს ღორის კაბაბი. აი აქეთ ხარეს კი იყიდება გარნირები. აქ შესვენების დროს გადავწყვიტეთ, რომ გვევახშმა და ამავე სუპერმარკეტში მდებარე კაფეტერიაში შევუკვეთეთ 4 ცალი კაბაბი. როგორია წვენი? რა არის? ნატურალური წვენია თუ კომპოტი? მე მგონი კომპოტია. ძალიან მაგარია. ჩემთვისაც იყიდეს ბიჭებმა. სხვა შორის გამიგია, რომ ეს კომპოტები და რაღაცები სომხებს მაგრებია. მართლა გემრიელია. მოგეწონა? საჯობია. აბა რა სიტყვა კაბაბზე? არ მომეწონა. დიდი არა. მაგრამ მარტო საქონლის არ და ცხიმიანი არა. ალბათ შერეული უნდა შევგვეყოთ. მეგობრებო, შევუკვეთეთ. ერთ სომხური ქადა, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო. 4-ად გავაჭრევინეთ და ეხლა გავსინჯეთ. არც ამითახვტოვანდი. მე მგონი ძალიან პრეტენზიული მოგზაურები ვართ. შეგასწრო რაინი. კაია. და ერთ მოეწონა. მე მგონი მე გავხდი პრეტენზიული, შეგასწრო. A few minutes later. მოკლედ ვივახშმეთ და გამოვდივართ ეხლა. ეხლა არის 8:20 წუთი. ნავიგატორის მიხედვით ვიქნებით 10:20 წუთზე. უკვე აეროპორტში, ასე რომ ზუსტად დროზე მივდივართ. თუ რეისი გადადებული არ არის, დროულად მივავალთ. თუ რეისი გადადებულია 2-3 საათით ადრე, მაგრამ ეგ არაფერი. ჩვენს ინტერესებშია რომ არ იყოს გადადებული და დროულად მივიდეთ. აქედან სამწუხაროდ სულ ღამის საათებში მოგვიწევს გადაადგილება 2 საათი, ასე რომ გზის გადაღებას აზრი აღარ აქვს. სავარაუდოდ აეროპორტამდე ვიდეოს აღარ გადავიღებთ, 105 კილომეტრი გვჩება გასავლელი. აი ესეთ სიტუაცია. ასე რომ 2 საათში შევხვდებით აეროპორტში. 2 hours later. ესეც ერთ აეროპორტից გამოჩნდა. ეხლა პარკინგი რომელი მხარეს არის? დღეში 5000 დრამი. ეს ნახჭიდი აშკარა. ეს მანქანაში დავდო. შევდივართ პარკინგზე. ვა, დახურულ პარკინგია. ეგ მაგარი პლუსია რო იცი. დავებთ აქ მანქანას. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოვედით ერევნის საერთაშორისო აეროპორტში. ეხლა არის 10:15 წუთი. რა ხდება ფრენებზე? გადადებული არის. პირველის ნახევარზეა. აუ, გადაიდო მართლა? პირველის ნახევარზე. აღმოჩნდა რომ ის მესიჯი ვიზიარისგან იყო რეალური. მართლა გადადებულა ფრენა სამწუხაროდ. გამოდის რომ აეროპორტში გვაქვს 3 ზედმეტი საათი, ხო? 3 საათს გავიყვანთ. აბა ის ნახოთ ერთი ჩანთა შევამოწმოთ, ჩადის არ ჩადის. ეხლა გავზომეთ ჩანთები, ესე თუ ისე, რის ვაივაგლახით ეტევა ყოველას ჩანთა. იმედი ამის გამო პრობლემა არ შეგვექნა. რადგან გაფრენამდე კიდევ 3 საათი ქონა დარჩენილი, გადავწყვიტეთ ერთ-ერთ კაფეში შევსულიყავით ჩაის დასალევად და დრო აქ გაგვეყვანა. სწორედ ამ კაფეში ჯდომის დროს გაგვახსენდა, რომ რამოდენიმე ჩვენთაგანს ჰქონდა სოლო ბარათი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლო ერევნის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯში უფასოდ შესვლა. სწორედ ამ მიზეზით დავტოვეთ ეს კაფე, გავიარეთ პასპორტ კონტროლი და გეზი ავიღეთ პირდაპირ ლაუნჯისკენ. 15 minutes later. მოკლედ მეგობრებო, შემოვედით ლაუნჯში, როგორც იქნა, ბევრი ვიჩალიჭეთ. ბარათი არ ქონა ფიზიკურად და ძლივს გამოგვიგზავნეს ფოტო. რა შვებით ბიჭებო?
ეს კიდე თუ არარატ. ჰა, იყოს. ცოტა დააწყე აქ სენდვიჩები. ამაზად და კარგად ამგზავროს, გვატაროს და სულ მაგის მოგონზე ყოფილიყავით, რომ უებს იქნება თუ ისე დასვენება იქნება თუ საქმე იქნება, ღმერთმა არ მოგუშავოს ეს ყველაფერი და სულ ასე ყოფილიყავით ერთად ლამაზად და კარგად. ეგრეა რა და აბა ჩვენ მოგზაურობას გაუმარჯოს. მეთქო შეგვარგას კიდე. რო ჩამოვიდით, სული ამბავი დაგვხდა რომ 2 საათით გადაიდო რეისი, მაგრამ არაფერი მიზეზი არ ხდება, მას კიდევ ერთხელ დავწმინდი, ჩვენი რეისი რო არ გადადებულიყო, გავფრინდებოდით და ლაუნჯში შესხებ, რაც გავახსენდებოდა, მაგრამ ზედმეტი დრო რო ქონდა, ვერ გამახსენდა რომ ლაუნჯი გვეკუთვნის და ეხლა იმ ჩვენურად ვატარებთ დროს. მოკლედ გაუმარჯოს, ვისაც ჩვენს გვერდით უნდა ყოფნა ეს რაღაცა მიზეზების გამოვიდნენ და გაუმარჯოს. მაინც ჩვენთან არიან, ჩვენ გვერდში არიან და აქედან დავასწავლ. შემოგვიეთდებია სხვა ფენაზე შემოგვიეთდებია. გაუმარჯოთ. 1 hour later. ჩვენი დრო გავატარეთ და გვერდება თავისი შედეგი გამოიღო. ზოგი ჭირი მარგებელიო ეს შემთხვევა იყო. მართლა. ნახეთ, როგორც უფრო ქონდა, საკმაოდ დაულიეთ, მეც საკაიფო დასვამი ვარ. ისის განადება ესე არასდროს არ ხსია მოვიდა. არასდროს. სახეზე კი ვარ აწითლებული, მაგრამ ღირდა, ეს აწითლება ღირდა. მადლობა ვიზიას რომ გადადორე ისი. ეხლა ერთი რამის იმედი გვაქვს რომ ჩავშევი ნატყუერები არ ყოლოდეს თვითონაც და ისრაელსა და ირანს შორის დაძაბული სიტუაცია და იმედია რამე საჰაერო შეტევა არ გაიარა თვითმფრინავმა. აი ლევანიც მოგვიახლოვდა, ეხლა ჭყიპინაც მოვა და წავალთ. მოკლედ ღამის 2 საათია და იმის მაგრამ რომ ეხლა უნდა ჩავფრენილიყავით აბუდაბიში, ჯერ ისე ვერ ვაშივართ. და აი ჩასხდომას ველოდებით, ხო ესია? ესეც ერევანის ზევიდან 3 hours later. ჩამოვედით. აქ მაგრად გრილა ისია რა. ბიჭო აქ ხო და კონდიციონერია რა. და ეთას თუ ესე გრილა კაია. მაგრამ არა უკვე. დილის 6 საათი ახლა ვნახე. აგარი გათიშულები ვართ ყველანი. აუ რა სიცხეა? აბა პირველი შეგრძნება ჰაერის. ახალ არის ჰაერი. ცუდი. Hello. Good morning. Hello. So I have a reservation by hotels.com. From booking.com? სანამ გავუვილთ რეგისტრაციას, ბიჭები ისვენებენ სასტუმრო შემოსასვლელში. სამწუხაროდ რეგისტრაციის პროცესმა საკმაოდ დიდ ხანს გასტანა და მინიმუმ 9 საათი მაინც გავატარეთ ფოიეში. საბოლოოდ როგორც იქნა გადმოგცეს ჩვენი ნომრის გასწრება და ჩვენს მაშინვე იქით გავწიეთ.
სად მივდივართ? აბა ერთი რა ნომერი გვაქვს? ექსკლუზიური კადრები. სასტუმროს ნომერი რეალურად აპარტამენტი აღმოჩნდა. ჩვენი შესვლისთანავე მოგვეწონა, რადგან იყო საკმაოდ დიდი ფართი და ასევე კარგად გარემონტებული. სამწუხაროდ საძინებლებში მხოლოდ 3 საწოლი აღმოჩნდა, ამიტომ ერთ-ერთ ჩვენთგანს მოუწია მისაღებში გასაშლელი დივანზე დაძინება. The next day. დილამშვიდობისა მეგობრებო, გათენდა 26 ოქტომბერი. ეს შევიკრიბეთ ჩვენი ნომრის მისაღებში და უყურებთ UFC-ს ვლოგებს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. Once again, but this one it's going to be a little bit different because I'm going to knock him off. 1 hour later. გამიდივართ საუზმაზე ზმა და არის 12 საათი. მე დავიგეგმებით რომ ბარათ ვის აქვს? გამიდივართ დიდი სასაუზმო მე შემდეგ წავალ გამოავალ ნომერში გამოვიცვლი და წავალ სხვაზე საბანაოდ. რა შეჭამდილო? რაღაცა ისეთი და რაღაცა მათებული. ეხლა ვართ სოფლიო სავაჭრო ცენტრში, World Trade Mall-ი, ესე ქვია და ამოვედით food court-ში. ფიქრობდით, რომ აქ იქნებოდა შედარებით მისაღები ფასები, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა. მაგალითად, Coca-Cola ღირს 10 დირჰამი, რაც ჩვენს ფულზე არის 7 ლარი. საკმაოდ ძვირია. ამაში რა გადაიხადე? ამაში გადავიხადე 105 დირჰამი. 105 დირჰამი არის სადღაც 80 ლარი. ისე რომ მაინც და მაინც დაბალი ფასები არ არის. ესეც საუზმეთ ვიწყებთ, ეს იდეაში საუზმე არ არის. Junk food-ია, ამით შეიძლება ისადილო, ან იუახსოვო, მაგრამ საუზმისთვის არ არის, მაგრამ რაც არის, ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ნამდვილი საუზმე, უკეთესი გამოდგა ვიდრე ველური. აი ეს კატავიც კი. ასე რომ საბოლოო ჯამში მაყოფილები ვართ. ეხლა შემდეგი ჩვენი გეგმა წავიდეთ სასტუმროში, ცოტა დავიცვენოთ და შემდეგ უკვე საღამოს 7 საათზე წავალთ UFC 308-ზე დასასრები. იმედია კარგ ბრძოლებს ვნახავთ და რასწორია ჩვენი ჩემპიონი შეძლებს ხამის გასვლა. სადილის შემდეგ შევედით ამავე სავაჭრო ცენტრში მდებარე ჰიპერმარკეტში, სადაც უნდა გვეყიდა წყალი, წვენები და ადგილობრივი წარმოების ტკბილეული, რომელიც უმეტესწილად ფინიკისგან არის დამზადებული. სავაჭრო ცენტრის გამოსასვლელში შემოვედით ერთ-ერთ კაფეში, Bagel Factory. შევუკვეთეთ ჩაი, ყავა, ვის რა სურდა. როინი წყალი მარტო და მივირთმევთ პანეტონეს, რომელიც ვიყიდეთ ჰიპერმარკეტში. ამ კაფეში ჯრომისას თაობაში ისე გავერთეთ, რომ 1 საათის გასვლა ვერც კი შევამჩნიეთ. შესვენების შემდეგ კი გადავწყვიტეთ პირდაპირ ჩვენს ნომერში დაბრუნებულიყავით. რადგან UFC-ზე წასვლამდე რამოდენიმე საათი კიდევ რჩებოდა, ვფიქრობდით, რომ როგორ გაგვეყვანა. შედეგად ორმა ჩვენთაგანმა როინიმ და გიორგიმ დაძინება გადაწყვიტეს. მე და ლევანი კი სასტუმროდან 300 მეტრში მდებარე პლიაჟზე წავედით საცურაოდ. სწორედ ასე გავიდა რამოდენიმე საათი და ამასობაში ბრძოლებზე წასვლის დროც მოვიდა. 2 hours later. საღამოს მეგობრებო, ეხლა არის დაახლოებით საღამოს 7 საათი და გავდივართ სასტუმროდან, მივდივართ UFC 308-ზე, იგივე ფურიას საგულშემატკივროდ. ეხლა ალბათ დაიწყება ივენტი, მაგრამ ჯერ იგივე ფურიას ბრძოლამდე ალბათ მინიმუმ 4 საათია. რამოდენიმე კარგ ბრძოლასაც ვნახავთ, სავარაუდოდ პრელიმინარებს გამოვტოვებთ, ერთადერთი შეიძლება რაფაელ დოს ანჯოსის ბრძოლას დავესწროთ. ასე რომ გამოვყვებით
ერთად წავიდეთ, დავისწროთ UFC-ს, იმედია კამერასაც შეგვატანებენ და ზოლის გადაღებას ვერ შეგვიძლებით, მაგრამ იმედია ჩვენ ემოციებს მაინც შევძლებთ და გადავიდეთ. ასე რომ წავედით. Good evening. Can you call taxi or we can catch here? I will call taxi. Yeah. სანამ ტაქსი მოვა ველოდებით ქუჩაში და გადავწყვეტეთ შეგვეკვეთა რაღაც ლიბანური საჭმელი. ზუსტად არ ვიცით, პიცის მსგავსიაო, რა არის, სახელს გითხავთ. Akawi cheese. Thank you very much. Thanks. ესეც ესე ავიღე საჭმელი. ჩავჯექით ტაქსი. ხაჭაპური გავაძრეთ, ლიბანური თუ პალესტინური. მართლა მაგრად იყოს, მართლა. ერთის განსხვავება რომ ყველი აქვს ამას ზევიდან. ლავაშ. მოგახსოვს. მივცეთ ტაქსის. არა რომ გვაყირავ სად. No camera, no stick. You can't come from this. This need license. Okay. Camera not allowed. Excuse me. Okay, I understand, but მოკლედ მოვედით ეთიხად არენამდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც დროში შეტანა შეიძლება, არც ესეთი კამერის შეტანა შეიძლება, ამის გამო ჩვენ ეხლა მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომ სხვა გზა ვეძებოთ, დავუკეცოთ დროშები და ისე რომ არ ნახონ. კი შემოგთავაზეს რომ შევინახოთ, მაგრამ რა ვიცი, ვიპოვით თუ არ ვიპოვით, არ ვიცით, ამიტომ აქედან კამერით გადაღებას ვეღარ შევძლებთ, ბოლო ტელეფონით სავარაუდოდ. ეხლა დავშლი კამერას და A few minutes later. მოკლედ კამერა არ შემოგვატანდეს. ისეთ მდგომარეობაში რომ გადაგვეღო, ეხლა მივდივართ. გავდივართ მიწისქვეშა გასასვლელით. შევდივართ მეგობრებო, წინა წელს ვერ შევედით, ეხლა კი შევალთ. აბა ვნახოთ, იმედია დასკანერდება. შედი. გახსენი შემდეგი. მეგობრებო, შემოვდივართ ეთიხედ არენაზე. პირველად აღმოჩნდით ამ არენაზე. თან მitmetეს წინა წლის შემდეგ როგორც რევანში ავიღოთ ისია, ხო ესია? მოკლედ გაცვამ კამერა ჩავამართვა GoPro, ტელეფონით გავაგრძელებ გადაღებას. ცოტა ვნერვულობ, მეშინია რომ მერე დაბრუნებას ვერ შევძლებ, მაგრამ ჩიპი მაინც ამოვიღე ყოველ შემთხვევაში. ჩიპი მაინც რაც გადაღებული ეს მაინც დამრჩება. ქართველები მღეროდნენ შემოსასვლელში. ისეთი აურა და ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ მაგარ ხასიათზე ვარ. ეთიხად არენაზე ყველაფერი ისე კარგად არის გათვლილი და დაორგანიზებული, რომ 5 წუთიც კი არ დაგვჭირდა ჩვენი ადგილების მოსაძებნად. 10 წელზე მეტია, რაც UFC-ს დიდი გულშემატკივრები ვართ და რა თქმა უნდა ძალიან გვახარებდა ის ფაქტი, რომ პირველად ვესწრებოდით ამ ღონისძიებას და თან ქართველი ჩემპიონის საგულშემატკივროდ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ივენტზე ძალიან გაგვიმართლა და ილია თოფურიას გამოსვლამდეც კი არაერთი საინტერესო ორთაბრძოლა ვიხილეთ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ყირგიზი ოროლბაისა და პოლონელი რებეცკის დაპირისპირებას.
რომელიც სამივე რაუნდის განმავლობაში ძალიან დაძაბული და სისხლიანი სანახაობა იყო. ასევე დიდი მოლოდინი ჰქონდა უკეთ-ცოცხალი ლეგენდის ხამზად ჩიმეევისა და რობერტ ვიტეკერის დაპირისპირების. თუმცა ბრძოლა ისე სწრაფად და ერთპიროვნული უპირატესობით დასრულდა, რომ მხოლოდ ამ ბრძოლების გამოსვლით მოასწარეთ აღფრთოვანება. აღმოჩნდა, რომ ჩემს გვერდით ზიან ბიჭები ესპანეთიდან, რომლებიც გასუჩერენ ასევე ტოპურია. What's your name? Herman. ყველაზე გამორჩეული გამოსვლა და ბრძოლაც სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ილია თოფურიას ეკუთვნოდა. ამ ბრძოლაზე რა თქმა უნდა ყველა ვღელავდით, თუმცა დარბაზში ყოველი მხრიდან ქართული შეძახილების მოსმენა საბრძოლო განწყობაზე კარგად მოქმედებდა. სავარაუდოდ ეს ბრძოლა ყველა თქვენგანს ექნება ნანახი და დეტალების განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ მაინც მოკლედ ვიტყვი, რომ პირველი წუთიდანვე ძალიან დაძაბულა და სანახაობრივად წარიმართა. განსაკუთრებით კი ეს იგრძნობოდა დარბაზში გამეფებული დაძაბული ატმოსფეროთ. პირველ ორ რაუნდში ორივეს ჰქონდა კარგი მომენტები. ილიას კარგ დარტყმებს ქართველები და ესპანელები აღნიშნავდით ოვაციებით. მაქს კი ძირითადად რუსულენოვანი შეძახილებით ამხნევებდნენ. სწორედ ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას მატებდა ამ ბრძოლას და პრინციპის ამბავი იყო, რომ გამარჯვებულები წამოსულიყავით. საბედნიეროდ მესამე რაუნდის დასაწყისშივე მაქსი დაანოკაუტა ილიამ და ამ ნოკაუტთან ერთად შეწყდა რუსული შეძახილებიც. დარბაზი კი ჩვენი ქართველების საზეიმო არენად იქცა. ეხლაც კი ამ მომენტის გახსენებაზე ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ იქ ვიყავით და ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახეთ. აქვე აღნიშნავ, რომ ძლივს ვიპოვეთ ჩემი ჩამორთმეული GoPro ერთ-ერთ შესანახმულში, სადაც ალბათ 100-ზე მეტი სხვა კამერაც ინახებოდა. GoPro-ს პოვნის შემდეგ კი ბედნიერები და ემოციებისგან დაღლილებით ტაქსით დაუბრუნდით სასტუმროში. ამ ეპიზოდსაც სწორედ აქ ვასრულებთ. შემდეგ სერიაში კი თქვენ ნახავთ ჩვენს 4 დღიან ვოიაჟს და დასვენებას დუბაიში.